Ბევრი ისტორია მაქვს გაკეთებული MMA-ის მებრძოლებზე, რომლებმაც გაიარეს ძალიან მძიმე გზა იმისათვის, რომ გამხდარიყვნენ ჩემპიონები, მაგრამ ფრენსის ნგანუს ისტორია, ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიაა. 9 წლის ასაკში ის კამერუნში იყო ჩვეულებრივი მონა. 30 წლამდე ის ან გაკაჩავდა, ან ვერ გაკაჩავდა. ან რაღაცა დაავადებებით მოკვდებოდა, ან ვიღაცა გააგორებდა, რაც კამერუნში ხშირი შემთხვევაა და ვერც მე, ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერ გაიგებდა მის ტალანტის შესახებ. აფრიკელ მტაცებელზე მოგიყვებით ამ ისტორიას, მინდა ამ არხის განვითარებაში მიიღო შენ მონაწილეობა, გამოიწერო არხი და დაწერო კომენტარებში ამ ვიდეოს შესახებ რამე კომენტარი. ამით შენ პირდაპირ მეუბნევი, რომ მიდი ვასო შებერი, უფრო მეტი ვიდეოები მოვაყარე. ხო და მეც მეტი ამიდა. შევბერავ და მოვაყრი უფრო მეტ ვიდეოს. ეხლა კი ვიწყებთ. კამერუნელი მტაცებელი ფრენსის ნგანუ. Francis the Predator! კამერუნში ცხოვრება არის მუდმივი ბრძოლა მკაც რეალობასთან. აქ სიღარიბე და ეკონომიკური არასტაბილურობა მეფობს. კორუფციის გამო ზარალდება განათლება და ჯანდაცვა. ბავშვები ვერ იღებენ განათლებას და ხდებიან იძულებულები იმუშაონ სასტიკ პირობებში. აქ უამრავი ადამიანი კვდება ისეთი დაავადებებისგან, როგორიც არის შიცი, ტუბერკულოზი და მალარია. მათ კურნალობის ფული არ აქვთ, მაგრამ რომც ჰქონდეთ, აქ სამედიცინო დაწესებულებების დეფიციტია. კამერუნში ყვავის ნარკომანია, ადამიანებით ვაჭრობა და კრიმინალი. სწორედ ასეთ გარემოში დაიბადა მომავალი შერეული ორთაბრძოლების ლეგენდა 1986 წლის 5 სექტემბერს. ნგანუს მამა ფიზიკურად მუშაობდა და ასევე იღებდა მონაწილეობას ფულის სანაცვლოდ ქუჩურ ჩხუბებში. ის სასტიკი კაცი იყო, რომელიც მუდმივად სცემდა ცოლს და შვილებს. როგორც ფრენსისი იხსენებს, მას ბევრჯერ უნახია თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად მამამისი დედას, ქალი ხშირად ვერ უძლებდა და ითიშებოდა ტკივილისგან. მამაჩემს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. ის ძალიან სასტიკი იყო, გცემდა ოჯახში ყველას. მთელი ბავშვობა დედაჩემის თვალებში შის ვხედავდი. ცხენოდა მამაჩემის აქციელის. მაშინვე გავიაზრე, რომ მე არ მინდა მამაჩემს დავემსგავსო. ნგანუს ისასტიკეში და ტკივილში გაიზარდა. მას არ უყვარდა ჩხუბი, მაგრამ კამერუნში ამის გარეშე შენ მთელი ცხოვრება მსხვერპლი უნდა ყოფილიყავი. ამიტომ ის ხშირად იცავდა თავის ღირსებას სისხლის ბოლო წვეთამდე. ჩემი დღე იწყებოდა ფიქრით სად ვიშოვო საჭმელი. სკოლაში ხშირად ვერ დავდიოდი. ხან კალამი არ მქონდა, ხან რვეული, ხან უბრალოდ ტანსაცმელი არ მქონდა. საღამოს გავრბოდი დედასთან ქვიშის კარიერზე. ვაცილებდი დაღლილს სახში და თვალებში შევციცინებდი იმის იმედით, რომ მან ცოტა ფული იშოვა და დღეს რამეს შევჭამდით. 9 წლის ასაკში ნგანუ იწყებს ფიზიკურად მუშაობას ქვიშის კარიერზე. იქ ხალხს მონებივით ექცეოდნენ. არ არსებობდა უსაფრთხოების ნორმები და არანაირი დაზღვევა. ბევრი ამ დატვირთვას ვერ უძლებდა, ყოფილა შემთხვევები მუშები იქვე კვდებოდნენ, მაგრამ ყველაზე საშიში იყო ამ მუშაობის გარეშე დარჩენა, რადგან ეს ნიშნავდა შიმშილით ნელს სიკვდილს. ამ რეჟიმში წლები ვცხოვრობდი. აღმოჩნდა, რომ ჩემ ორგანიზმმა გაუძლო ამ დატვირთვას. მაშინ სულ მეგონა, რომ ოდესღაც ვინმე გამოჩნდება, ვინც გამომიყვანს ამ მდგომარეობიდან. ვინმე სუპერ გმირი, ხო ხდები ბავშვური ოცნებები, მაგრამ გადიოდა წლები, არავინ არ ჩანდა, მე კი ვაგრძელებდი თხუნელასავით 900-ს. გადიოდა წლები და ნგანუს ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა. ცოტა რომ წამოიზარდა და მოჯანია და მან კიდევ დაიმატა ფიზიკური შრომა, დაიწყო მუშაობა რაღაცა სატვირთოზე, რაღაცეები გადაქონდა, გადმოხანდა და თვითონ როგორც იძახის, მას ზოგჯერ ხელფასებს არ უხდიდნენ. აი წარმოიდგინეთ, მთელი დღე 24 საათი მუშაობდა და ზოგჯერ ესე უფროს არ გაუსწორდებოდა და არ გადაუხდიდა ხელფასს. პრეტენზიას ვერაფერს ვერ იტყოდი, იმიტომ რომ გაგაქრობდნენ, სადღაცაც უდაბნოში დაგმარხავდნენ, რაც კამერუნში ხშირი არის, იმიტომ რომ მათ არ უყვარდათ ისეთი ტიპები, ისეთი მუშები, რომლებიც პრეტენზიებს გამოთქვავენ და აი სწორედ ეხლა იწყება მისი ისტორია, უფრო მძიმე ისტორია, რომელმაც შექმნა ზუსტად აი ესეთი უმაგრესი მებრძოლი. მაგ პერიოდში ტელევიზორის ქონა სახში ფუფუნება იყო, პრინციპში როგორც ტელეფონის. ერთხელ ნგანუმ სხვის ტელეფონში მაიკ ტაისონის ბრძოლა ნახა და იმ დღიდან მოიწამლა კრივით. ის ყველას ეუბნეოდა, რომ ის მაიკ ტაისონივით ჩემპიონი გახდება. ნგანუ ორ სამსახურში ფიზიკურად შრომობდა და საღამოს ვარჯიშობდა რაღაც დარბაზ მიმსგავსებულ ადგილას. მაგრამ ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამ დატვირთვას. მან ბ ჰეპატიტი აიკიდა და იძულებული გახდა თავი დაენებებინა ვარჯიშისთვის. ერთი დღე მამაჩემი დაავადდა, რაღაცა ვირუსით. ის იმ დროს ჩვენთან უკვე აღარ ცხოვრობდა. მას არ ჰქონდა მკურნალობის ფული და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ის დაიღუპა. მაგ დღეს მე არ ვფიქრობდი მამაჩემის სიკვდილზე. მე უყურებდი დედას და ვფიქრობდი, თუ დედას დაემართა იგივე, რა უნდა ვქნა? რითი უმკურნალო? მაშინ გადავწყვიტე ქვეყნიდან წასვლა. გავყიდე ჩემი მოპედი და 3 კვირის განმავლობაში დედასთან სახლში ვიყავი. ის ვერ ხვდებოდა ამდენ ხანს რატო ვიჯექი სახლში. მე კიდე
ერთგვარად ვემშვიდობებოდი მას. ვიცოდი, არსებობდა შანსი იმის, რომ მე ცოცხალი უკან ვერ დავბრუნდებოდი. 26 წლის ასაკში განუ გარბის ქვეყნიდან. მას მთელი აფრიკა უნდა გადაეკვეთა, მათ შორის საჰარის უდაბნოც. მისი მისია იყო მოროკოში მოხვედრა, რადგან მხოლოდ იქიდან იყო ევროპაში მოხვედრის შესაძლებლობა. თუმცა მას ამისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი უნდა გაევლო. გადამყვანებს Toyota-ის პიკაპები ყავთ. ამ ერთ პიკაპში 25 ადამიანს ათევსებენ. ყველა რომ დაეტიოს, მანქანაში ბარგს არ გატანდნენ. მაქსიმუმ 2 ადამიანს ერთი ბოთლი წყალი შეეძლო შეეყოლა. 48 საათი გაუჩერებლად მიდიხარ ამ სიცხეში საჰარის უდაბნოში. ხელებით მანქანის ჯებირებს უჭერ მთელი ძალით. ამ ხელებზე ქვიშა გვხვდება, ისისხლიანებს მთლიანად თითებს, მაგრამ თუ ხელი გაუშვი მანქანიდან უდაბნოში გადავარდები. გადამზიდი კიდე თავიდანვე გაფრთხილებს, რომ ის მანქანას ვერ გააჩერებს. ღამე თუ ვინმე დუნდებოდა, ის უკვე უდაბნოს მსხვერპლი ხდებოდა. ამ ვიდეოში რეალურ კადრებს ვიყენებ. მაგალითად ამ კადრში ერთ-ერთი გადაზიდვის დროს დედამ 2 შვილი დაკარგა და დიდი ალბათობით ისინი ვერ გადაურჩნენ საჰარის სასტიკ კლიმატს. შუა მგზავრობისას ყველას უმთავრდება წყალი. ტანიობს ვეღარ გამოყოფს და იფარება კარაქისებური მასით და ეს მთლიანი ქვიშა გეწებება სახეზე. ამ გზავრობაში გადარჩენილები მოროკოში ტყეში შლიან პატარა კარვის სოფელს, რადგან აქედან ევროპაში გადაპარვას დრო ჭირდებოდა. ზოგი წლობით ცხოვრობდა აქ გადაპარვის იმედით. ტოლვილად ჩაბარებისთვის არსებობდა 2 ვარიანტი. ერთი ზღვით ნიჩბებით, ეს ყველაზე საშიში ვარიანტი იყო და მეორე მოროკოში 2 პატარა ესპანურ ქალაქში გადაპარვა და ჩაბარება. თუმცა ეს 2 ზღვისპირა ქალაქი შემოღობილი იყო მართულხლართებით, ღობით და თავდაცვის სისტემით. ამ ღობეზე გადაძრომა კი თითქმის შეუძლებელი და საშიში იყო. თუ მესაზღვრეები გიჭერდნენ გადაპარვის მცდელობის დროს, ისინი პირდაპირ გესროდნენ. ამიტომ ტოლვილები ყველა ერთად ცდილობდნენ აძრომას კედელზე. ბევრ ადამიანს უკვე მესაზღვრეები ვერ ესროდნენ და მაგ დროს რამოდენიმე ყველაზე აქტიურ ადამიანს ჰქონდა ტერიტორიაზე შეღწევის შანსი. ტყეში პოლიციელები არ გიჭერდნენ და არ მიყავდით ციხეში, მაგრამ ყველაფერს გართმევდნენ, ამიტომ რაც თანხა გქონდათ, ცელოფანში ვახვევდით და ვკლაპავდით. ზღვით გადაცურვა ძალიან საშიში იყო, ამიტომ მე ვარჩიე ღობეზე აძრომა. 1 წლის განმავლობაში მე 7-ჯერ მქონდა გადაპარვის მცდელობა. ტანზე დღემდე მაქვს ნაიარევი მართულხლართებისგან. ბოლო-ბოლო რო ვერ გადავედით, რამოდენიმე ადამიანმა შევკრიბეთ ფული, ვიყიდეთ ნავი, ნიჩბები და შევედით წყალში. ეს იყო ესპანეთში გადაპარვის ყველაზე საშიში გზა. თითქმის ყოველ კვირა პოულობდნენ დამხრჩვალ ადამიანებს, მაგრამ ფრენსის განუს სხვა გზა აღარ ჰქონდა. ამ ხელა ტალღები მხოლოდ ფილმებში თუ მქონდა ნანახი. ერთი პერიოდი ტალღამ ჩვენი ნავი აატრიალა. რამოდენიმე ადამიანი ეგრევე გაქრა წყალში, მათ შორის ისინი, ვისაც ნიჩბები ეჭირათ. მე და კიდე რამოდენიმე ადამიანი ხელს არ უშვებდით გადატრიალებულ ნავს. მაგ დროს გავიფიქრე, სულ ეს იყო ჩემი ცხოვრება, ნეტა ჩემს ცხედარს თუ იპოვიან. საბედნიეროდ წითელი ჯვრის ნავი გამოჩნდა. ესპანეთის სანაპიროსთან ახლოს წითელი ჯვარი ყოველდღე პატრულირებს, რადგან იციან, რომ ბევრი ადამიანი ცდილობს ამ გიჟური მეთოდით ქვეყანაში შემოღწევას. გადარჩენილებს იბარებენ ტოლვილებად, ისინი 2 თვეს ციხეში ატარებენ, მერე მათ საბუთებს აძლევენ და უკვე ამ საბუთებით თითქმის მთელ ევროპაში გზახსნილი ჰქონდათ. მაგრამ უმრავლესობა ამ ეტაპამდე ვერ მიდის და ქრება სამუდამოდ ზღვის ტალღებში. განუს ისტორია პირველად რომ მოვისმინე, გავიფიქრე, მეთქი რა მაგარი ბედნიერი ვარ, ზოგადად აი ყველაფერი მაქვს, რის პრობლემები, საერთოდ ჩემი რაღაცა პრობლემა მასთან შედარებით არის, აი რაღაცა პატარა ნული. მას აი ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა. 26 წლის ასაკში განუ აღმოჩნდა საფრანგეთში და მის თავში ტრიალებდა მხოლოდ ერთი აზრი, ეპოვა კრივის დარბაზი და დაეწყო ვარჯიში. იმ მომენტისათვის მას საერთოდ არ ჰქონდა არც ფული, არც ტანსაცმელი არ ჰქონდა, არც დასარჩენი სახლი, საერთოდ არაფერი. ერთადერთი რაც მოახერხა
ჩაერხა, მან მუშაობა დაიწყო, რაღაც კათარზისისნაირი დაწესებულება იყო, სადაც უსახკაროებს ეხმარებოდნენ კვებით და მზარეულის დამხმარედ დაიწყო მუშაობა, ისაც ფულს არ უხდიდნენ, მას ხელფასის სახით აძლევდნენ საჭმელს და ესე ცხოვრობდა. სწორედ რომ ამ კათარზისისნაირ დაწესებულებაში ვინც იყო უფროსი, მას მოეწონა განუ და მან მიასწავლა გზა რაღაცა სპორტული დარბაზისკენ. ფრენსისმა იპოვა დარბაზი. მას იქ დახვდა მთავარი მწვრთნელი ფერნანდო ლოპესი. განუ შოკში იყო, როცა გაიგო, რომ ლოპესი კამერუნიდან იყო. გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ის კამერუნიდან არის. მან მითხრა, რომ კრივზე ვარჯიში უნდა ოღონდ ფული არ აქვს, არც ეკიპირება და არც საცხოვრებელიო. მომეწონა მისი გულწრფელობა. მე ეგრევე დარბაზში პატარა ოთახი ვიშოვე საცხოვრებლად. მივეცი ეკიპირება და შევიყვანე პირველ სპარინგზე ჩემთან ლაპებზე. პირდაპირ გეტყვით, მე ესეთი ძლიერი ადამიანი პირველად შემხვდა. მოდი მეთქი ჯერ MMA-ში გამოდი, ცოტა ფული იშოვე და მერე ვიფიქროთ კრივზე თქო. ის პატივისცემიდან გამომდინარე დამთანხმდა MMA-ზე, თორე ჭიდაობა ისე არ უყვარდა, რომ მაგ დროს როცა ჩვენ ჭიდაობდით, ის კუთხეში თავისი უროებით კრივის ტომარას ანადგურებდა. სამთვიანი მზადების შემდეგ 2013 წლის ნოემბერში შედგა კამერუნელი მტაცებლის დებიუტი პროფესიონალურ MMA-ში. როგორც თვითონ იძახის, ის ამ ბრძოლას სერიოზულად არ უყურებდა. მისი მიზანი მაინც იყო კრივი. ნგანუმ თავისი პირველი შეხვედრა არმბარით მოიგო პირველივე რაუნდში. შემდეგ შეხვედრაში ნგანუმ საჯების გადაწყვეტილებით აგებს და ზუსტად ამ წაგებამ დატოვა მტაცებელი MMA-ში. ეხლა უკვე კამერუნელის პრინციპის ამბავი იყო მოეგოს შემდეგი ბრძოლა. 2014 წელს ფრენსის განუ ერთდღიან ტურნირზე გადის, სადაც 3 საათის განმავლობაში ხვდება ორ მებრძოლს. პირველი მებრძოლი ნადირმა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. რამოდენიმე საათში კი არმბარით მეორე მებრძოლს უგებს მეორე რაუნდში და ხდება ამ ტურნირის გამარჯვებული. ამ გამარჯვებით მან მოიპოვა ფულადი პრიზი 2000 ევროს ოდენობით. 1000 euро მან ეგრევე თავის გუნდზე დახარჯა და წაიყვანა ისინი რესტორანში, 1000 euро კი დედამის გაუგზავნა კამერუნში. ამავე წლის სექტემბერში ნგანუმ მორიგი მეტოქე გაანადგურა 53 წამში და გაიფორმა გამარჯვება საბმიშენით. Il lui fait une guillotine debout. Guillotine debout sur les mains. 2015 წლის მაისში ნგანუ კიდევ ერთ ბრძოლას იგებს ნოკაუტით. როდესაც ნგანუ შეუსრულდა 29 წელი, მწვრთნელმა მას მოულოდნელად საჩუქარი გაუკეთა. მოწვევა UFC-სგან. ზუსტად მაგ პერიოდში ნგანუმ ოფიციალურად გააკეთა საფრანგეთის საბუთი ცხოვრების და მუშაობის უფლებით, ასევე მიიღო ამერიკის ვიზა და კონტრაქტსაც ხელი მოაწერა. კაცებლის დებიუტი UFC-ის მძიმე წონაში შედგა 2015 წლის 20 დეკემბერს. თავისზე ბევრად გამოცდილ ლუის ენრიკესთან, რომელსაც პროფესიონალებში 8 გამარჯვება და 1 მარცხი ჰქონდა. კამერუნელი პირველივე წუთზე ზურგზე აღმოჩნდა, სადაც კაიხანი იწვა. შემდეგ კლინჩი მოყვა და რაუნდის ბოლოს შეძლო ცოტა გამოცოცხლება. მეორე რაუნდში ფრენსისი მიხვდა თუ სად იმყოფებოდა და თავისი უროთი გაუშვა მეტოქე ღრმა ძილში. Vicious upper. 53 seconds of the second round. Declaring the winner by knockout, Francis the Predator Ngannou. ამ გამარჯვებით განუ მძიმე წონოსნების მსოფლიო რეიტინგში 94 ადგილზე გავიდა. მაგ დროისთვის პირველ ადგილზე ფაბრისიო ვერდუმი იყო, მეორეზე სტიპე მიოჩიჩი და მესამეზე კეინ ველასკესი. 2016 წლის აპრილის თვეში ფრენსის განუ ხვდება ძალიან სახიფათო კორტის ბლეიდს, რომელსაც ზურგს უკან 5 გამარჯვება ჰქონდა პროფესიონალებში და რაც თავარია 5-ვე გამარჯვება მან ნოკაუტით მოიპოვა. თან ასევე იყო ძალიან ძლიერი პარტერშიც.
ეს ბრძოლა 2 რაუნდს გრძელდებოდა. ბლეიცმა რამოდენიმე ტეიქდაუნის შესრულება მოახერხა, მაგრამ ამის მიუხედავად განუმ თავისი უროებით მას თავი გაუჩეჩქვა. ოპონენტი მეორე რაუნდის ბოლოს ისე დღეში იყო, რომ ექიმებმა ის მესამე რაუნდში აღარ გაუშვეს და ფრენსის განუმ ტექნიკური ნოკაუტი გაიფორმა თავის რეიტინგში. The winner by TKO, Francis the Predator Ngannou. ამავე წელს კამერუნელ მტაცებელმა კიდევ 2 მეტოქე შეჭამა ძულებიანად. განუმ ჯერ პირველივე რაუნდში ბრუტალურად დააფინიშა ბუენო მიხაილოვიჩი. Very versatile fighter though, Mihailovic. He's getting chased down. Big hammer fist. This could end good. All over him. He's Dean right on top. It is all over. Just like TKO, Francis the Predator Ngannou. და შემდეგ პირველივე რაუნდში კინაღამ ხელი მოაგლიჯა ენტონი ჰემელტონს, რითიც თავისი პირველი ბონუსი გაიფორმა UFC-ში. Oh, Kimura attempt here from Ngannou. Man, this guy is super strong. Look at this. He has got it. wow, Francis Ngannou by submission round 1. განუს უკვე ყველა სერიოზულად აღიქვავდა. მან ისწავლა ინგლისურად საუბარი, გამოჩნდა ტელევიზიაში და შეიცვალა თავისი იმიჯი. ინტერვიუში კი ის უკვე ხშირად ახსენებდა საჩემპიონო ბრძოლებს. ერთხელ მან ანდრეი ორლოვსკი ახსენა და UFC-მ მოუწყო მასთან ეგრევე ბრძოლა. მტაცებელს წუთი და 20 წამი დაჭირდა იმისათვის, რომ გაენადგურებინა ბელორუსიელი სპორტსმენი. The MMA factory in Paris. They bring Ngannou. Ngannou knocks Orlovsky down. That is it. The Predator Francis Ngannou live and in color. And we might be staring at a future UFC heavyweight champion. Francis the Predator Ngannou. ფრენსის განუს წესით 2017 წელს უნდა ებრძოლა ჯუნიორ დოს სანტოსთან, მაგრამ ეს შეხვედრა 2 წლით გადაიდო, რადგან ბრაზილიელის სისხლში აღმოჩენილი იყო აკრძალული პრეპარატი. ამიტომ UFC-მ კამერუნელს ალისტარ ოვერიმთან მოუწყო ბრძოლა. მაგ წელს მძიმე დივიზიონის ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი იყო. ოვერიმი კი რეიტინგში პირველ ნომერს იკავებდა. მან 3 წლის განმავლობაში დივიზიონში გადაუარა ყველას, დაანოკაუტა ისეთი მებრძოლები, როგორიც არის ჯუნიორ დოს სანტოსი, ანდრეი ორლოვსკი და სხვები. მას ბოლო დროს მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა სტიპე მიოჩიჩთან და ისიც სატიტულო ბრძოლაში. სანამ კამერუნელი ოვერიმს შეხვდებოდა, მან დარტყმის სიძლიერის რეკორდი მოხსნა. ამ დარტყმას სპეციალური დაანდგარი ზომავს, რომელსაც Power Cup ქვია. განუმ 129,161 ერთეული დააფიქსირა. ეს მიახლოებით 96 ცხენის ძალის ეკვივალენტია. სხვათა შორის ეს რეკორდი 6 წელი ხელუხლებელი იყო და 2024 წელს ალექს პერეირამ მოიპოვა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე ადამიანის სტატუსი. მან 191,796 ერთეული დაატრიალა Power Cup-ის საზომზე. ეს დაახლოებით 257 ცხენის ძალის ეკვივალენტია. ეხლა კი დაუბრუნდეთ განუს და ოვერიმის შერკინებას. ამ ბრძოლაში გამარჯვებული შეხვდებოდა სატიტულო ბრძოლით მოქმედ ჩემპიონს სტიპე მიოჩიჩს. ამ შეხვედრაში ყველა ელოდა სასტიკ ჩეხაობას, მაგრამ მტაცებელს 2 წუთზე ნაკლები დაჭირდა ნოკაუტისთვის, რომელიც ყველა MMA-ის ქომაკს ყოველთვის ემახსოვრება. Mick Maynard's phone to try to get a matchup with Ngannou. Goes the win. Francis Ngannou. By knockout, Francis the Predator Ngannou. 2018 წლის 20 იანვარს ერთმანეთს სატიტულო ბრძოლაში შეხვდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მძიმე წონოსნები. ამ ბრძოლაში მტაცებელმა დიდი შეცდომა დაუშვა. მან მოინდომა პირველივე რაუნდში ფინიშით მოგება და მთლიანად გახარჯა თავისი გამძლეობა. შემდეგი 4 რაუნდი ნგანუ დაღლილი იყო. მიოჩიშმა გამოიყენა ეს და ბრძოლის ბოლომდე ეჭიდავებოდა და უფრო გლიდა მტაცებელს. ამიტომ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სტიპე მიოჩიშმა დაიცვა თავისი ტიტული და ჩაწერა თავისი სახელი ოქროს ასოებით UFC-ის ისტორიაში, როგორც მძიმე წონოსანი, რომელმაც 3ჯერ ზედიზედ დაიცვა ტიტული. აქამდე მძიმე წონაში ასეთი რამ არავის გაუკეთებია. ამ მარცხის მიუხედავად განუ რეიტინგში მაინც პირველ ადგილს იკავებდა და რამოდენიმე თვეში ის შეხვდა დერიკ ლუისს. ეს იმდენად ცუდი და უაქტიურო ბრძოლა იყო, რომ საჯი აჩერებდა შერკინებას და თხოვდა მებრძოლებს მეტ აქტივობას. საბოლოო ჯამში განუმ ეს ბრძოლაც საჯების გადაწყვეტილებით წააგო და აღმოჩნდა რეიტინგის მე-4 ადგილას.
ამასობაში დენიელ კორმი ამოიწია მძიმე წონაში და მოუგო სტიპე მიოჩიჩს და გახდა ახალი მძიმე წონის ჩემპიონი. ამ მარცხის მერე მე ჩემ თავს სარგეში ვერ უყურებდი. მე ზიზღებოდა ჩემი თავი. ძალიან ცუდად ბრძდომდი თავს და იმ ღამესვე ავიღე ტელეფონი და შევიძინე პირველივე რეისზე ბილეთი კამერუნში. როდესაც მე ჩავედი იქ, ხალხი რაღაც სასწაულად დამხვდა. ისინი ისეთი ბედნიერი და ამაყები იყვნენ ჩემს დანახვაზე, რომ ვერ აკიხწერთ. ერთი მომენტი ერთს ვკითხე, მე ხომ წავაგე, რატომ გიხარიათ თქო? მაგი მიპასუხა, მაგას მნიშვნელობა არა აქვსო. შენ ჩვენი ქვეყნის სახელი და სიამაყე ხარო. ამ სიტყვებმა შემძრა. მე მივხვდი რა შორს შევტოპე ამ საქმეში. აწიმე ჩემ ხალხს, იმეც აღარასდროს გაუცრუებ. წარმოგიდგენიათ რა მაგარი გრძნობა, როცა შენი მთელი ქვეყანა ამაყობს და ჯერა შენი. სწორედ რომ ამ კამერუნში ჩასვლით ნგანუ დაიტენა ძალიან მაგარი ემოციებით და აი ამ დღიდან იწყება ნგანუს ამ მტაცებლის აღზევების ერა, რომელიც დღემდეც გრძელდება. პირველი ნგანუს მსხვერპლი გახდა კორტის ბლეიცი. კამერუნელმა ის 45 წამში შეჭამა. Over the top with the right hand. Does Blade's recovery still won't be on his feet? Mark Goddard's taking a closer look. Ngannou's powering in. Oh, this is bad news. That's it! Francis Ngannou wins in Beijing. Double quick. What a power shot over the top from Francis Ngannou. He's back. Francis the Predator Ngannou. I'm here. შემდეგი იყო მძიმე წონის ლეგენდა კეინ ველასკესი. კეინი სამწლიანი პაუზის და ოპერაციის მერე დაბრუნდა. ამ მებრძოლთან ნგანუმ 26 წამში მოაგვარა ყველაფერი და კეინმა დაასრულა თავისი კარიერა. Has been made of Velasquez's injuries, but in terms of his body, he's never felt more confident in it. Oh, Velasquez is hurt. Ngannou closes the show. Oh my goodness gracious! Has knocked out Cain Velasquez. Hurt his knee. Busted his knee, guys. Blew his knee out. Oh my goodness. Francis the Predator Ngannou. შემდეგი ვისაც არ გაუმართლა იყო უმაგრესი მებრძოლი ჯუნიორ დოს სანტოსი. ეს ბრძოლას პირველივე რაუნდში დასრულდა ნოკაუტით პირველივე წუთზე. Very first round, declaring the winner by TKO, Francis the Predator Ngannou. 2019 წელს დაცებელი მორინგ მსხვერპლს ეძებს. სატიტულო ბრძოლას მას UFC არ აძლევდა, რადგან მაგ დროს სტიპე მიოჩიჩი დანიელ კორმიეს შეხვდა სარევანშო ბრძოლით ქამარზე, სადაც ნოკაუტით მოიგო და დაიბრუნა ტიტული. შემდეგ UFC-მ ეს მებრძოლები მესამეჯერად შეახვედრა, სადაც კიდევ ერთხელ მიოჩიჩმა დაიცვა თავისი ტიტული და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო შეხვედრა. ამიტომ სანამ დიდი ბიძიები ერთმანეთში სატიტულო საქმეებს არჩევდნენ, გაგანია პანდემიის დროს, განუს 2020 წელს UFC ახვედრებს ჟეორჟინიო როზენსტრაიკს. ეს შეხვედრა 20 წამში დასრულდა. დაცებელმა ჩართო თავისი სიკვდილის წისქვილი და გადაატარა საწყალ როზენსტრაიკს. Early inside leg kick is there for Biggie Boy. Oh! It's all Rozenstruik is out. Whoa! Ngannou. out bad. Out cold. Holy smoke. So Francis Ngannou with his fourth consecutive vicious first round knockout. Cow. See, that's what we're talking about. You can't make any mistakes. You can't be there when the punches land. He's too powerful. It doesn't matter what kind of attack. At 20 seconds of the very first round, declaring the winner by knockout, Francis the Predator Ngannou.
2021 წელს კამერუნელ მტაცებელს UFC მეორეჯერ ახვედრებს სტიპე მიოჩიშ სატიტულო ბრძოლით. ეს დღე ნგანუს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შანსი ჰქონდა გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი. სწორედ რომ ამ დღისთვის მან გაიარა თავის ტანჯულა ცხოვრება. გადაკვეთა საჰარის უდაბნო, გადაცურა ზღვა და დღეს ის თავის ოცნებასთან ერთ ნაბიჯში იდგა. იდგა თავისი ქვეყნის სახელით, იდგა მშობლის სახელით, იდგა თავისი კაცობით. როდესაც განუმ პირველი დარტყმა გაუტარა მიოჩიშს, ის მიხვდა რა ძალასთან ჰქონდა საქმე და დაიწყო ჭიდაობა. მაგრამ მტაცებელმა დაუბლოკა ტეიქდაუნები და დაუშვა მას. შემდეგ იყო უძლიერესი ჰაიკიკი ყბაში. განუ აღარ ხარჯავდა ძალებს როგორც პირველ ბრძოლაში და ფეთქდებოდა მაშინ, როცა ეს საჭირო იყო. მეორე რაუნდში უკვე ჩანდა, რომ განუ აქ ნოკაუტისთვის იყო გამოსული და ასეც მოხდა. მან ბრუტალურად გათიშა მიოჩიში და მისი ოცნება ახდა. ფრენსის განუ UFC-ს ჩემპიონია. And leave these big openings. Stop. Knockdown for Ngannou. Stipe back to his feet. He's next uppercut. Nice counter right from the inside. Who's knocked down tonight? Francis Ngannou can finally call himself the greatest heavyweight in the world. You To the fire with Ngannou, you go to sleep. Oh my goodness. Wow. That was nasty. That's as nasty as it gets. And new undisputed UFC heavyweight champion of the world, Francis the Predator Ngannou. ამ ბრძოლით ყველა იყო ყმაყოფილი, განსაკუთრებულად დანა ვაითი. წავიდა საუბარი ჯონ ჯოსის ამოსვლაზე მძიმე წონაში, სადაც ის ნგანუს შეხვდებოდა. ამ შერკინების ორგანიზებაზე წინააღმდეგი არ იყო არც დანა, არც ჯონსი და არც ნგანუ, მაგრამ UFC-ს ბოს არ უნდოდა ზედმეტი თანხის გადახდა როგორც ყოველთვის. ისედაც, როდესაც სხვა კატეგორიებში მებრძოლები მილიონებს აკეთებდნენ სატიტულო ბრძოლებში, ნგანუს UFC-მ $500,000 გადაუხადა. ამიტომ უკვე ნგანუმ წაუყენა პრეტენზიები ბოს. მათ ამის გამო ერთმანეთში დაეძაბათ ურთიერთობა და ბოსმა ერთი წლით დატოვა მტაცებელი ბრძოლების გარეშე. ამ ერთ წელიწადში ფრენსისმა თავის ქვეყანაში საკუთარი დარბაზი ააშენა. დაეხმარა ბევრ გაჭირვებულებს და ჩუმჩუმად უკვე ფიქრობდა UFC-დან წასვლას. თუმცა კონტრაქტი მას ავალდებულებდა კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარებას და ის ამ ბოლო ბრძოლაზეც დათანხმდა. 2022 წელს განუ ტიტულის დაცვით ხვდება სირილ განს. ეს 5 რაუნდიანი ბრძოლა იყო, სადაც მტაცებელმა აქცენტი ჭიდაობაზე გააკეთა და მსაჯების გადაწყვეტილებით ამ ბრძოლაში გაიმარჯვა. დაჯილდოებაზე ქამრის შემოსახვევად დანა ვაითი არ გამოვიდა და აქ უკვე ყველამ დარწმუნდა, რომ მათ შორის სერიოზული უთანხმოება იყო. საერთო ჯამში ნგანუ წამოვიდა UFC-დან მხოლოდ იმის გამო, რომ მას სათანადოდ არ აფასებდნენ და უხდიდნენ კაპიკებს. ეს ფრენსისისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან წამოსვლის მერე ის გახდა მილიონერი. ფრენსისმა მოაწერა PFL-თან კონტრაქტს ხელი, სადაც ხელშეკრულებაში ორგანიზაცია კამერუნელს აძლევდა უფლებას პარალელურად ებრძოლა კრივში. 2023 წლის 28 ოქტომბერს ფრენსის ნგანუ ხვდება კრივში WBC-ს სუპერმძიმე წონოსანს და მსოფლიო ჩემპიონს ტაისონ ფიურის. ამ ბრძოლაში ყველას ეგონა, რომ ფიური MMA-დან გადმოსულ ფრენსის გაანადგურებდა, მაგრამ ნგანუმ დაუმტკიცა ყველას, რომ ის მართლა რკინისგან არის შექმნილი. ეს იყო ძალიან დაძაბული და თანაბარი კრივი. ნგანუმ მესამე რაუნდში დაანოკდაუნა კიდევაც ფიური და საერთო ჯამში გულშემატკივრები და მსაჯები გაიყვნენ. ერთ მსაჯმა ნგანუს მიუსაჯა გამარჯვება, ორმა კი ფიურის. მტაცებელმა გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო ეს შეხვედრა. თუმცა დღემდე ზოგი ექსპერტი თვლის, რომ კამერუნელმა ეს ბრძოლა მოიგო. სამაგიეროდ ფრენსისმა ამ მარცხში იმდენი ფული იშოვა, რომ დანა ვაითი ალბათ ბოღმისგან სკდებოდა. ფიურის ორგანიზაციამ $40 მილიონი გადაუხადა, ნგანუმ კი $10 მილიონი ჩაიკეცა ჯიბეში და ეს ოფიციალური თანხა პირდაპირ ეთერებიდან პროცენტების გარეშე. ღმერთმა იცის რამხელა კუში მოგლიჯა სინამდვილეში ამ ბრძოლიდან ფრენსისმა. 2024 წლის 8 მარტს ნგანუ კრივში ხვდება კიდევ ერთ მსოფლიოში უმაგრეს მოკრივეს ენტონი ჯოშუას და აგებს ამ ბრძოლას ნოკაუტით. მაგრამ ამ ბრძოლაში წაგების მიუხედავად ის იღებს ჰონორარს 20 მილიონის ოდენობით. წარმოიდგინეთ, ტიპი გავიდა ერთ წელიწადში თავისთვის უცხო სპორტის სახეობაში, შეხვდა ამ სპორტის ლეგენდებს, ერთთან კინაღამ მოიგო კიდევაც და მინიმუმ $30 მილიონი ჩაიკეცა. პირდაპირ ტრანსლაციებიდან პროცენტით თუ ჩავთვალეთ, სავარაუდოდ ნგანუმ ერთ წელიწადში $50 მილიონი გამოიმუშავა. ნგანუს წინ ელოდა ამავე წელს კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა MMA-ში PFL-ის ორგანიზაციაში. თუმცა ამ წელს ნგანუს ცხოვრებაში მოხდა უბედურება. მას 14 თვის შვილი გარდაეცვალა, თუ რატო მოხდა ეს მე ვერ გავარკვიე, მაგრამ ფრენსისი განადგურებული იყო. ერთ-ერთ პოსტში მან დაწერა, რომ ის ასრულებს კარიერას, მან თქვა, რომ
ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწია, გახდა ცნობადი, მდიდარი, მაგრამ რის ფასად. გარკვეული დროის მერე PFL აანონსებს ბრძოლას. დიახ, განუმ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გამოსულიყო ოქტაგონზე. მას წინ სატიტულო ბრძოლით ელოდა 2 მეტრიანი რენან ფერეირა. ბრაზილიელი ამ ორგანიზაციის საუკეთესო მძიმეწონოსნად ითვლებოდა, ის მოქმედი ჩემპიონი იყო, რომელმაც გადაუარა მთელ დივიზიონს. მართალია ის ჯიუ-ჯიტსუს ოსტატი იყო, მაგრამ ის ძირითადად ბრძოლებს ნოკაუტით იგებდა და თან ბრუტალური ნოკაუტებით. ფრენსის განუმ გათიშა დროებით თავისი ემოციები, მან ჩართო მტაცებლის რეჟიმი და შეუტია ბრაზილიელ გიგანტს. განუმ ეფექტურად გადაიყვანა ფერეირა ძირს, სადაც დაიწყო მისი დამუშავება. მტაცებელი შეუჩერებელი იყო, მან თავისი მეტოქე პარტერში გაანადგურა და გახდა პრომოუშენის ახალი ჩემპიონი. Francis Ngannou, who punches from the top. Nasty work. Oh, man. Francis Ngannou wailing away. Ngannou's positioned himself. Knees on the outside, feet on the inside, and he is unleashing thunder from. Oh, he's out! He's out! He's in big trouble, and he's down, and he is done. Just think about anything than my son Kobe, you know. I only take this fight because of him. I wanted to fight for him, but that, and I'm done. So I don't know. I hope they can remember his name because without Kobe, we wouldn't be here tonight. ფრენსის განუს ისტორია ამაზე არ დასრულებულა. 2025 წელს ის აპირებს 2 ბრძოლის ჩატარებას, ერთი ბრძოლა იქნება კრივში, მეორე ბრძოლა შერეულ ორთაბრძოლებში PFL-ის ორგანიზაციაში. მოკლედ ამ ადამიანის ცხოვრება ტკივილი და ტანჯვით იყო სავსე, მაგრამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ის ნამდვილი მებრძოლია, უმაგრესი ვაჟკაცია, რომელმაც თავის მიზანს მაინც მიაღწია თავისი სისხლით და ოფლით. განუს მე უსურვებ წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას, მე კიდევ ამით გემშვიდობებით.